63 კილოგრამ კატეგორიაში ერთმანეთს დაუპირისპირებია. ლუკი გერჯიანი, დიდი ბრიტანეთი. გიორგი გიგნიაშვილი, საქართველო. გაბატონებო და ბატონებო, მებრძოლი წითელ კუთხეში. გაბატონებო და ბატონებო, რეფერი რინგზე მერაბ მაისურაძე. მებრძოლი წითელი კუთხიდან ლუკ გერჯიანი, დიდი ბრიტანეთი. საქართველოდან გიორგი გიგნიაშვილი. ასე უდაბინეთში გვაქვს პროფესიონალი ჯგუფები, როი ჯონსია, მოვლენა მოგესალმებათ, ცოტა ხნის წინ რონალდინიო იყო, ფერდინანდ ჯადოფარი და ეხლა იური ჯადოფარი ესტუმრა საქართველოს დედაქალაქსა, თბილისი არენა მასპინძლობს საიამ ივენტს, რომელიც კრივის პროფესიული კავშირის მიერ არის ორგანიზებული. მადლობა უთხრათ ამ კრივის პროფესიულ კავშირს, მადლობა მინდა სიკნეთის მაუწყებელს უთხრა, რომ მიეცა ხალხს აი ამ ყველაფრის ყურების საშუალება. ამირან ჯანჯღავათ, ამას გოგი ბედაშვილი ვიქნები თქვენთან ერთად ეთერში და დანარჩენს კიდე ვისაუბრებთ, კარგი ბრძოლები გველოდება წინ. საღამომშვიდობისა თამაზ, მივესალმები ქართული სპორტის და განსაკუთრებით ქართული კრივის გულშემატკივარს. კიდევ ერთი დღესასწაული ყოველგვარი გადაჭარბებისა და ხელოვნურობის მიღმა თბილისი არენა მასპინძლობს სოფლიოსარეიტინგო ორთაბრძოლებს და რაც თავარია, როგორც უკვე შენიშნე, სოფლიო კრივის გამორჩეულად მაღალ ოსტატობის და უნარიანობის მქონე მოკრივე როი ჯონსი ეწება ამ ბრძოლებს და ეს ერთი 1000-ად უფრო მომნუსხველს და საინტერესოს ხდის დღევანდელ საღამოს. ახლა კი ჩვენს წინ არის ქართულ-ბრიტანული დაპირისპირება გიგნიაშვილი, რომელიც მასპინძლობს ბრიტანელ მოკრივეს და პირველი რაუნდი, რომელიც ძალიან აქტიურ და საინტერესო რიტმში დაიწყო, გაცვლითი, გაზვერვითი ტაქტიკა აირჩია, რა თქმა უნდა, თავიდანვე მეტოქეებმა, თუმცა ორია ძალიან ისეთ მოძრავ კრივს, სანახაობრივ კრივს თავაზობს პირველივე რაუნდიდან. წეგან ამ ლეგენდაკაცმა როი ჯონსმა პატივი იქცა და ნახეთ ალბათ პირდაპირ ეთერში, გარეპა, ასე ვთქვათ, ჩვენი გულშემატკივრის წინაშე და
რასაც ამას აკეთებდა რინგზე. ამ ყველაფერს მართლა რეპი, ჯაზი, რა ვიცი, ხელოვნება, ყველაფერი ერთად იყო. ძალიან კარგი ტერმინი შემოიტანეთ. ამას ხელოვნება. დიახაც კრივი არ არის მხოლოდ ძალისმიერი ფიზიკური დაპირისპირება და როი ჯონსის ტორსი, ჯები, როი ჯონსის ის მსუბუქი გადაადგილებები, მოძრაობები, სენსორული ასე ვთქვათ, აღქმა დისტანციის ეს ფაქტობრივად სინთეზირებულად არის ხელოვნება. რასაც ის თავაზობდა, ცეკვავდა ფაქტობრივად როგორც ნამდვილად ასე იყო. ეხა აი ხედავთ როგორი გულშემატკივრობა. საკმაოდ კარგი მებრძოლია ჩვენი გიგნიაშვილი. ნუ ბრიტანელები გამოირჩევიან ეხა ბრიტანეთში კრივი რა დონეზეა და რა მოკრივეები ყავდათ და ყავთ მოგეხსენებათ, ასე რომ ჩვენი ლაშა გურული სწორედ ბრიტანელს ხდება და როგორ გამიხარდა რომ ზუსტად იმ ივენტზეა მისი ჭუბი მეორე ბრძოლა ხო მისი პროფესიული ბრიტანელთან იქნება სწორედ და უსიკის ესე იგი ჭუბზე ნამდვილად მისალოცი და გასახარი ამბავია უსიკი დებუას ქარდზე სადაც 4 მსოფლიო კამარი იქნება წარდგენილი ამ ღონისძიებას გახსნის ჩვენი თანამედროვე ქართული კრივის ვარსკვლავი ლეგენდა უკვე ფაქტობრივად ლაშა გურული პირველ რაუნდთან დაკავშირებით პატარა მიმოხილვა და ანალიზი რო გავაკეთოთ ამას თანაბარი რა თქმა უნდა ახლა პირველივე წუთებიდან მეტოქეები არ გამოამზიურებენ თავიანთ ტაქტიკურ მონახაზს და ეცდებიან პირველი რაუნდი ყოველთვის რაღაც ესეთი დაზვერვითი სამუშაოებისთვის გამოიყენონ. ფიქრობ თანაბრად ჩაიარა, ნახოთ რა იქნება საჭთა ვერდიქტი. ესე იგი მანამ ეთერში გავიდოდით, მანამდე იყო რამოდენიმე ბრძოლა, ჩვენო მებრძოლებმა მოიგეს, უნდა გითხრათ. თეონა ფიროსმანაშვილმა იბრძოლა, საკმაოდ კარგად წარმოაჩინა თავისთავი, ასევე კერესელიძემ, ასე რომ ეხლა მთავარი ბრძოლებია და აი გიო სკანდირებს დარბაზზე და ჩვენს უგულშემატკივრობთ მას. ძალიან დახვეწილი საინტერესო ტექნიკური რესურსისა და იცით გამოცდილების მქონეა გიორგი გიგნიაშვილი ძალიან კარგი ასე რომ ვთქვათ ძნობელობა დისტანციის და თუ დააკვირდები აი ძალიან კლასიკური ასეთი ორთოდოქსული სტილითაა წარმოდგენილი ელოდება პირველ ნომრად მუშაობს და ცდილობს წინახელით მოსინჯოს დააცვა კონცენტრირება მოუშალოს და შემდგომ უკვე ეს ქვევიდან კომბინირებული მუშაობა შეთავაზოს მეტოქეს ნახოთ ბრიტანელი რას როგორ უპასუხებს ჯერ მეორე რაუნდია და აი ძალიან კარგი შეჯიბება კარგად მიიწვდია ეხა ტოკებთან კარგი შეტევა იყო ნამდვილად ვერაფრით ვერ უპასუხა თან მეტოქემ აი უყურეთ ამ რაუნდიდან უკვე თავიდანვე საწყისიდანვე გიორგი ცდილობს რომ ზეწოლა მოახდინოს და აჩვენოს ბრიტანელს რომ აქ მასპინძელი თავად არის და არც ერთ შემთხვევაში არაპირებს ამ ბრძოლის დათმობას ძალიან კარგი ტემპი აქვს ძალიან კარგი შეტევები აქვს უკვე მონახაზში ჩაფიქრებული გიორგის დარწმუნებული ვარ დროდადრო რაუნდების მატებასთან ერთად ის ტემპს ეწოლას გააძლიერებს რაც ფაქტობრივად უკვე შედეგშიც აისახება კონცენტრირებულ აქცენტირებულ დარტყმებში და ახლა უყურე არც ერთი ეს შეტევა თამაზ ეს აქტიურობა საჭთა კოლეგიას არ გამორჩება მხედველობიდან იმ შემთხვევაში თუ რაუნდი თანაბარი იქნება გასროლილი დარტყმების რაოდენობა, მათი სიზუსტე, ტანში მოხვედრილი დარტყმების რაოდენობა, ყველა ეს კომპონენტი ფაქტობრივად მთლიანობაში ფასდება, ჯამდება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში გარკვეულ გავლენას ახდენს. კარგი შეტევა იყო ეს ახლა კომბინაცია ერთგვარი. აი წინახელით კიდე მიაღწია გიორგის დარტყმამ, თითქოს ბრიტანელი უფრო ასე ვთქვათ ჩასაფრებულია და ცდილობს უფრო ფრთხილი დაზვერვითი ტაქტიკა აირჩიოს ჯერ კიდევ წინარი დარჩენილი რაუნდები, რა თქმა უნდა, კრივის თელი ხიბლი ისაა, რომ მეტოქეებმა უნდა გადაანაწილონ თავიანთი ძალა, თავიანთი ტაქტიკური მონახაზი. აუდიტორია ძალიან აქტიურად უჭერს ხარ ჩვენს გიორგის. რა თქმა უნდა, გიორგისთვის სასიკეთოდ მუშაობს და საკუთარი კედლები და გულშემატკივარი ბევრს ნიშნავს. არ შემიძლია არ აღვნიშნო თბილისი არენა ძალიან მაღალ დონეზე ორგანიზებულია დღევანდელი საღამო საოცარი ატმოსფეროა იგრძნობა ეს განწყობა საბრძოლო ხასიათი და ასევე მეც მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადო Silk Universal-ს ქართულ ტელეეკრანებზე ბოლო პერიოდში საკმაოდ ისეთი ინტენსივობით დაბრუნდა კრივი და რაც მისალოცი ამბავია ნამდვილად. კი, ნამდვილად და ესე პოპულარობა ესე ხდება და მე იგივე
დარბაზებში მეტი ბავშვის მისვლა და კრივით მეტი დაინტერესება, რა თქმა უნდა ჩვენი ტრადიცია გვაქვს, ეგან გიორგი კანდელაკი ვახსენე, მოგეხსენებათ ძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონობა, როგორი რთული ამბავია და ჩვენ შეგვიძლია ვითრაბახოთ ამით, რომ ყავდა გიორგი კანდელაკი, ასევე დავით კვაჭაძე, აქ არიან სხვათა შორის რაღაც თქმა გინდოდა ამირან მოდიში. დიახ, აი დასრულდა მეორე რაუნდი და თუ აი ძალიან ობიექტურებით, ცივი გონებით, აი ესე შორიდან დავაკვირდებით, მე მაინც მგონია რომ არ ვიქნები რაღაც მიკერძოებული თუ ვიტყვი რომ ეს რაუნდი დიდი ალბათობით ჩაეთვლება ქართულ მოკრივეს. მეც ესე მგონია პირველ ნომრად მუშაობს. შეიძლება ცოტა ოდენ სუბიექტურობა ახლდეს ჩვენ შეფასებებს, თუმცა ესეც გასაგებია, მაგრამ არა იმდენი რომ თქვათ რაღაცა რეალობას გავხსნათ. ნახოთ, საინტერესო იქნება მესამე რაუნდის დასაწყის როგორი ტემპით აიღებენ სტარტს მოკრივეები. თავარია ახლა ვის უფრო მეტი ენერგია შემორჩება, ვის უფრო კარგად აქვს დარბაზში დამუშავებული ტაქტიკური მონახაზი და კომბინაციები. მესამე რაუნდი დაიწყო. მესამე რაუნდი. და გიო სკანდირებს დარბაზი. ეს არენა აშენდა ამირან საკალათბურთო კალათბურთს უმასპინძლა. მოგეხსენება, თუმცა კალათბურთის გარდა ძივდოსაც შესანიშნავად მასპინძლობს და ეხლა წევან შენაღნიშნე ძალიან კარგი ატმოსფეროა შექმნილი. აი კრივის რინგი გაშლილია დარბაზის შუაში და ხედავთ აი აქ ახლა ეს ეხლა კარგი კომბინაციური გაუტარა. დიახ, გიორგის თან დააკვირდით რა კარგად მუშაობს. სართულებზე ჯდება, ჯერ თავში იწყებს, მერე ცდილობს რომ კორპუსში, ქვედატანში მიაყენოს დარტყმები, ყურადღება გააფანტინოს, რომ ესეთი ქვედა ზედა სართულებზე აქტიური მუშაობით, აქცენტირებული დარტყმებით შედეგს მიაღწიოს. მთლიანობაში მესამე რაუნდი თამამად შეიძლება ითქვას, რომ აშკარად გიორგის უპირატესობით მიმდინარეობს. გასროლილი დარტყმების რაოდენობა, აქტივობა. არც ერთი შეტევა, არც მეორე რაუნდში ბრიტანელს ერთჯერობით კი, ბრიტანელი უფრო დაცვით ტაქტიკას გვთავაზობს, ფრთხილობს, ცდილობს, რომ აი რა კარგი იყო, გვერდით გვიწვის ტანში ეხლა ყბაშიც კარგი მოარტყა, ძალიან კარგი, ჯებიც აღწევს დანიშნულების ადგილს და ფაქტობრივად ნელ-ნელა იწყებს გიორგი თავისი უპირატესობის ჩვენებას. ძალიან კარგად აკეთებს ამას, თავი შემდგომ უკვე ღვიძლი და ცდილობს, რომ კორპუსში მინდევრულად მიყვება. პროფესიული კრივის თელიხიბლი ზუსტად ეს არის დარბაზში დამუშავებული ეს კომბინაციური მუშაობა, არა მხოლოდ რაღაც 1-2 დარტყმა, არამედ აი ესეთი შედეგზე ორიენტირებული ეფექტიანი კომბინაციები. ისიც უნდა აღინიშნოს თამაზ, რომ ფიზიკური კონდიცია საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია გიორგის. ის ძნობს ამას და რა თქმა უნდა, უფრო და უფრო მეტ წნეხს მიიტანს ახლა ის ბრიტანელ ვიზავიზე, ნახოთ. რასაც ახორციელებს კიდევაც და ნელ-ნელა აი თანმიმდევრულად უმატებს თითო ყველა რაუნდი. მესამე კიდევ უფრო მეტად მართლაც თავდაცვაზეა მხოლოდ მისი მეტოქე. მესამე რაუნდის კვალობაზე ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგ რიტმს გვთავაზობენ მოკრივეები. ძალიან სანახაობრივი, საინტერესოა, გარდამავალი უპირატესობებით რიგ შემთხვევებში, მაგრამ მაინც საბოლოო ჯამში მთლიანი სურათი რო გავაანალიზოთ, ეს რაუნდი უპირობოდ ჩვენ ქართულ მოკრივეს გიორგის აქტივში უნდა ჩავწეროთ, აი ეს ბოლო დარტყმებიც, რაც გონგის ხმასთან ერთად გიორგიმ გააძლიერა და აი დასრულდა მესამე რაუნდი, დასრულდა ძალიან საინტერესო აქტიური რიტმით და ვფიქრობ, რომ არბიტრები ამ რაუნდს გიორგის ჩაუთვლიან აქტივში. არც ჯდება გიორგი, განსხვავებით მეტოქისგან, ეს იმას მიუთითებს, რომ ენერგია საკმაოზე მეტი აქვს. ესეც ერთგვარი ფსიქოლოგიური ზეწოლის ერთგვარი ხრიკია და ტაქტიკური მანევრია.
იწყება მეოთხე რაუნდი. ნახოთ სამწვრთნელო შტაბიდან რა დარიგებები მიიღეს მოკრივეებმა და რა ტაქტიკურ მონახაზს შემოგთავაზობენ. გიორგი ისევ აქტიურად პირველ ნომრად იწყებს მუშაობას, ბრიტანელი გარბის, მეორე ნომრად თავს იცავს, თუმცა რიგ შემთხვევებში ამას ვერ ახერხებს, თავს დაბლახრის და ალბათ მალე საჯი შეეკრა და არადროს ახლო მუშაობის საშუალებას. გიორგი აგრძელებს აქცენტირებულ შეტევას. სართულებზე მშვენიერი, შესანიშნავი. თითქოს და კლინჩიც არ აძლევს ბრიტანელი ჩვენ ქართულ მოკრივეს მუშაობის საშუალებას. აი უტევს გიორგი. არ ვიცი, შეიძლება სუბიექტურია ეს ჩემი აქმა, თამაც რატომღაც გონია რომ ცოტა დაიღალა ბრიტანელი და ყოველ შემთხვევაში გიორგისთან შედარებით საგრძნობლად, ხო? მხოლოდ გიორგი კი აძლიერებს წნეხს, რაც გამოიხატება ფეხებით სივრცის და დისტანციის შემცირებაში, უფრო მეტ დარტყმაში, დარტყმების რაოდენობა და ხარისხიც და აქცენტირებული დარტყმებიც მატულობს გიორგის მხრიდან. აი, კარგი დარტყმა იყო ახლა ფერჩი, თავში. პრინციპში მეოთხე რაუნდის დაწყების შემდგომ ბრიტანელს რაიმე ისეთი გააზრებული კონტროლის შეტევა არ განახორციელებია. აი, ხაც კარგი დარტყმა გაუტარა გიორგიმ. ძალიან რთულია, რა თქმა უნდა, მესმის ბრიტანელის, იმიტომ რომ გიორგი მეოთხე რაუნდის სტარტიდანვე აქტიურად, ძალიან ისეთი ზეწოლით, მძიმე დარტყმებით ცდილობს, რომ ფსიქოლოგიურად გატეხოს მეტოქე. აი, კიდევ ერთი კარგი წინახელი, ღვიძლი, თავი. ეხლა სხვა არაფერი დარჩენოდა ბრიტანელს, რომ შეეკრა და ამითი გაეცალა ამ ეპიზოდს, შეიძლება ითქვას. ყველა ეს დარტყმა, გარდა იმისა, რომ ქულობრივ ნუსხაში აისახება, მეტოქეს აზიანებს, ფსიქოემოციურად ღლის და მთლიანობაში ახლა უკვე უფრო შესამჩნევი, აი კიდევ ერთი მიზანმიღწეული წინახელი. კარგი ჯები იყო გიორგის მხრიდან. კორპუსი, თავი, აი უყურეთ, მარცხენა ჯებს აჩვენებს თავში, შემდგომ კორპუსში შედის და ცდილობს ისევ თავში ამოვიდეს. ისევ კლინჩში შევიდა ბრიტანელი. თან დაღლა კიდევ უფრო მეტად შეეტყო ვიზუალურად ყოველ შემთხვევაში. აი კარგი შეტევა იყო. კიდევ ერთი კარგი დარტყმებია. ორივე ხელით კარგი ბრიტანელის მხრიდან ტექნიკურმა წუნმა ის უკვე კი ის დაცვითი ფეხებში შევიდა. გაუვალი დაცვა, რაც პირველ რაუნდში იყო, ახლა უკვე ძალიან ისეთი გამჭოლი გახდა. თავი ძალიან ქვემოთ ჩააგდა. ალბათ არბიტრი გაფრთხილებას მიცემს, დიახ. იმიტომ რომ გაიმეორა და მიცა კიდევაც. ტელემაყურებლისთვის მინდა გამარტო, რომ ეს გაფრთხილება ფაქტობრივად უდრის -1 ქულას და ამას დამატებული გიორგის აქტიური სტარტი მთლიანობაში. აი კიდევ ერთი უკანა ხელით, აი შეატორტმანა, გიორგი აგრძელებს ზეწოლას. ისევ თავს ხდის ახლა. გონგმა მოუსწრო ბრიტანელს და ალბათ გადარჩება ამ რაუნდს, თუმცა წინ კიდევ არის ძალიან კარგი შეტევა იყო. ბრავო გიორგი. აი სამსახად წამოღებულია. აჰა, როგორც ჩანს 4 რაუნდიანი შერკინება იყო ჩვენს წინაშე. ყველა რაუნდი აი თანმიმდევრულად უმატა და ნუ ბოლოს აი კინაღამ დაანოკაუტა კიდეც ცოტა აკლდა. გონგი რომ არა, შეიძლება ძილს დაგდებულიც გვენახა. ფაქტობრივად ჩანაფიქრი და ის მონახაზი, რაც სამწვრთნელო შტაბს ჰქონდა გიორგი გიგნიაშვილის ლურჯ კუთხეში, გიორგიმ ძალიან პროფესიულ მაღალ დონეზე თანმიმდევრულად, აუღელვებლად და მაღალი ოსტატობით შეაცვლა. გეთანხმები აბსოლუტურად. ცოტა ხანში საჯების ვერდიქტს მოვისმენთ. ნუ წინ გაუსწრებ მოვლენებს და მე მგონი 200-ზე არ არსებობს აქ გიგნიაშვილი გამოვა გამარჯვებული, მაგრამ მაინც დაველოდოთ საჯთა გადაწყვეტილებას. უნდა დაგეთანხმოთ ამას, ერთგვარი მიკრო სპორტული წინასწარმეტყველება შეიძლება ჩავიდინოთ ახლა ჩვენ. არა, ნუ სხვანაირად ხა რაცამლა სუბიექტური იყო ადამიანი, ხა კლიანი სურათიდან გამომდინარე, ნუ თუ დააკვირდები ბრიტანელი მოკრივე, როგორც ჩანს, თავად არ არის კმაყოფილი საკუთარი ჩატარებული ბრძოლით. ნუ მოკრივეები ყველაზე კარგად ცნობენ, იმიტომ რომ ისინი არიან უშუალო აქტორები აი ამ პროცესისა და შინაგანად განიცდიან. გიორგი თვითდაჯერებული გამოვიდა, ეს ყველაფერი უკვე
ტექნიკურ ნაწილშიც წარმართა, თანმიმდევრულად მიიყვანა ბრძოლა და როგორც წეგან შენიშნე, რომ არა გონგი შეიძლება სულ ძირსაც გვენახა. დიახ. ფაქტია, რომ დინამო თბილისი არენაზე უпроსორედ ბრიტანელმა იგზნო მძიმე დარტყმები და იგზნო ქართული კრივის ხასიათი. ჯილდოს გადასცემს საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის თავმჯდომარე ბატონი გიორგი კანდელაკი. თავად გიორგი კანდელაკი გადასცემს ეხა პრიზს. კანდელაკი. ქალბატონებო და ბატონებო, ქულებით გაიმარჯვა გიორგი გიგნიაშვილი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ გამსწრე საზოგადოებას. დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის. თვითონ თქვენთაგანს მომზადებამ ჩაიარა ძალიან კარგად, მშვიდად, აუღელებლად, რადგან ხარში გვედგა World Boxing-ი. ჩვენ გვიწევდა მარტო ვარჯიშზე ფიქრი, რის გამო ძალიან დიდ მადლობას უხდი და ყველას ჩემს მწვრთნელებს და გულშემატკივრას დიდი მადლობა ყველას. გიორგი გიგნიაშვილი.